ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა სტარტაპ საქართველო დაიწყო. პროექტი მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, აძლევს უნიკალურ შანსს განახორციელონ თავიანთი ბიზნეს იდეები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ოცნებად ჰქონდათ. მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 17 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გავიგოთ მეტი პროექტის პირობების და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ის გვაძლევს. ასევე გავიცნოთ მონაწილეები, რომლებიც საკუთარ იდეებს გვიან შუადღეში წარმოგვიდგენენ. საკო ჩვენი დრო მოვიდა და ყველა იცოდეს ვინც სულ ამბობს რომ აქვს რაღაც იდეა, მაგრამ უჭერს განხორციელება, წუწუნის დრო დამთავრდა, იმიტომ რომ ყველას ვისაც საინტერესო იდეები და აზრები გაწუხებთ, ფანტასტიკური შესაძლებლობა გეძლევათ. პროექტი სტარტაპ საქართველო დაიწყო 17 ივნისს აიღო სტარტი და გაგრძელდება ივლისის ბოლომდე, კონკრეტულად კი 31 ივლისამდე, ასე რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს შანსი და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც უკვე ჩვენთან ერთად არის და კიდე გადაცემის მსვლელობისას ასევე ველოდებით საინტერესო იდეების ავტორებს, რომლებმაც ამ იდეის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ნათია თურნავაა ჩვენთან ერთად, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მოგესალმებით. ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს ეს ყველაფერი, რომ ყველა ადამიანს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, არც ასაკი და არც რამე სხვა გარემოება არ გვაბრკოლებს, შეუძლია განახორციელოს თავისი ინოვაციური იდეა. და ეს არის რეალობა. ეს არის ძალიან ისეთი საინტერესო პროგრამა, მართლაც ძალიან ახლებურად ჟღერს, იმიტომ რომ დღემდე რა პროგრამებიც ხორციელდება, მათ შორის თავრობის მიერ, აი ეს ნიშა არ ქონდა დაფარული, იმიტომ რომ ისეთი ადამიანისთვის, ვისაც არ გააჩნია საკუთარი შესაძლებლობა, რომ განახორციელოს იდეა, მაგრამ აქვს კრეატიულობა გააჩნია, აქვს მოფიქრებული ისეთი იდეა, რომელიც ის თulis რო არის ახალი, სიახლეა ჩვენი ბაზრისთვის, არის საინტერესო, არის გაყიდვადი, არის ინვესტორისთვის საინტერესო და მიმზიდველი და სჭირდება საწყისი დაფინანსება იმისთვის, რომ საკუთარი თავის და სხვების დაარწმუნოს, რომ ეს მართლაც ღირებული იდეაა. აი ესეთი ადამიანებისთვის ჩვენ თავაზობთ ჩვენ პროგრამის სახელწოდება სტარტაპ საქართველო. ახორციელებს საპარტნიორო ფონდი, ანუ ჩემი ორგანიზაცია უშუალოდ და ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. და როგორც უკვე ბრძანეთ, დაიწყო 17-ში, ახლა გამოცხადდა განაცხადების მიღება გაგრძელდება ივლისის ბოლომდე და ძალიან გახარებულები ვართ, რომ ძალიან მაღალი ინტერესია. ჩვენ თავიდან ფიქრობდით, რომ რამდენად იქნება ბევრი განაცხადი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ხო, ნებისმიერი ბიზნეს იდეა კი არა, რაც ჩვეულებრივია, ასე ვთქვათ, არამედ ინოვაციური. ხო, აი ეს არის საინტერესო. რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ეს იდეა იმისთვის, რომ მე წარმატგინო და რაც თავარია წარმატებას მიღო. ვებგვერდზე როცა შევალთ, ორი ტიპის განაცხადია, ხო? ალბათ ამის მიხედვით იყოფა იდეა. ესე იგი, არის ორი პროდუქტი. აქედან ერთი ჩვენ პირობითად დავარქვით ინოვაციური და მეორე არის მაღალტექნოლოგიური. მაღალტექნოლოგიური ეხება ალბათ ერთეულები იქნება ესეთი იდეები. ეს არის უნიკალური ხო რაღაცა, რაც სოფლიოში უნიკალური გამოგონებაა და ნუ მადლობა ჩვენს გვაქვს ესეთი, ასე ვთქვათ, ადამიანები ყავს, ვისაც შეუძლია ესეთი რამე შემოთავაზება. მათთვის განსაკუთრებული პაკეტია და ამ მიმართულებას უძღვება ინოვაციების და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, მაგრამ მე მინდა უფრო აქცენტი გავაკეთო პირველ უფრო მასობრივ პროდუქტზე, სადაც საუბრობთ ინოვაციურ იდეებზე. ეს რას ნიშნავს? არ უნდა შეგვაშინოს ხა ამ სიტყვამ ინოვაციურმა. ეს არ ნიშნავს რომ რაღაც უნიკალურს და გლობალურად უნიკალურს ველოდებით, უბრალოდ უნდა იყოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ახალია ჩვენი ბაზრისთვის, ან პროდუქტი, ან პროცესი, ან ტექნოლოგია, რაც გადაწყვეტილება, ან უკვე არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას გვთავაზობს ჩვენ ვინმე, ანუ რაღაცა ისეთი ნივთები ან პროცესები, რაც ჩვენ ყოველდღიურობას წარმოადგენს და მოიგონეს ადამიანებმა, ადამიანთა ჯგუფმა, როგორ გახადონ ის უფრო ახლებურად. კი, დაინახეს ახლებურად და გვთავაზობენ ამ გადაწყვეტას. აი, ამ იდეების ხორცშესხმისთვის ჩვენ ვთავაზობთ თითო სტარტაპ კომპანიას 100,000 ლარამდე დაფინანსებას. ხო, რაც შეიძლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მასობრივი წარმოება გაიმართოს, მაგრამ მერწმუნეს საწესისთვის, რომ პირველი გაყიდვები დაიწყოს, რომ მარკეტინგი გამართონ, რომ დაამუშავონ თავის იდეა და ასე შემდეგ და დაარწმუნონ შემდგომში უფრო სხვა კერძო ინვესტორები, რაც ჩვენც ასევე ვეხმარებით, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მარტო ამ პირველადი დაფინანსებით, ჩვენ ვეძებთ მეორე ეტაპის კერძო ინვესტორებს, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. ამისთვის ეს არის სრულიად საკმარისი თანხა. იდეის ავტორს უკაცრავად აქვს ვალდებულება, რომ მასაც კონდეს თავისი ფინანსური რაღაც თანამონაწილეობა თუ მხოლოდ თქვენოს რომ აქვს მცირედი, ასე ვთქვათ, ვალდებულება, ხა ჩვენი შენატანი თუ 100,000 ლარამდეა, მისი შენატანი უნდა იყოს პროექტის ფულათი ბიუჯეტის სულ 10%. ეხლა ჩვენ შეგვეძლო რომ ესეც არ დაგვეწესებინა, მაგრამ ვთვლით ეს არის ბიზნესი. ეს არის რისკი.
თუ ჩვენ ვწევთ ამ რისკს 100,000 პარკლებში, ის ინტერესია იმისთვის, რომ დაგვარწმუნოს, რომ ეს იდეა ღირებულია, რომ მცირედი, ასე ვთქვათ, ხო, რისკი თვითონაც გაწიოს. მერწმუნეთ ეს არ არის პრობლემა და ამის გარდა ჩვენ ამ ერთობლივ კომპანიებში, ახალ კომპანიებში, სტარტაპ კომპანიებში ვთავაზობთ მათ უმრავლესობა წილს 50%-ზე მეც. ეს ნიშნავს, რომ ლიდერშიპი თვითონ მენეჯმენტი არის მისი, გაძღოლა, განხორციელება, გეგმა არის მისი, ჩვენ რასაკვირველია გავაკონტროლებთ, რომ ეს ყველაფერი გეგმის მიხედვით და თან რჩევებსაც მივცემთ. აი ეს არის ჩანაფიქრი ორი. რამდენად დეტალურად უნდა იყოს გაწერილი თვითონ სტარტაპის გეგმა? უნდა იყოს გარკვეული დეტალიზაცია, ეს არ შეიძლება იყოს ესეთი რაღაც, რომ მინდა ვაწარმოეს და მომეცით 100,000, ხო, ეს ასე ვთქვათ, სერიოზული არ იქნება და ჩვენც ვერ ვიმსჯელებთ, რამდენად სერიოზულია. მაგრამ ჩვენ შევეცადეთ და თქვენ და ყველა მსურვილი ჩვენ საიტზე რო შევა, ეს არის www.startup.gov.g. იქ ნახავს, რომ არის საკმაოდ მარტივი განაცხადის ფორმა და ასევე საკმაოდ მარტივი ბიზნეს გეგმის ფორმა Excel-ში ფაილი, რომელსაც ჩამოტვირთავს, იქ პრინციპში ფორმულებია შეყრილი და ყველაფერს თვითონ ითვლის, მაგრამ ძირითადი რაღაც დაშვებები, რა დაჯდება, როგორ ფიქრობს, რა ბიუჯეტი იქნება საჭირო, პირველ წელს, მეორე წელს როგორ გაიწერება, რა გაყიდვებს ელოდება და ასე შემდეგ, ეს უნდა თავისი მოსაზრებებიდან გამომდინარე შეყაროს. თუ ადამიანს გაუჭირდება ამის გაკეთება, ჩვენ თავაზობთ. უნდა მეკითხა ეხა ჩვენ თავაზობთ კონსულტაციებს. გარკვეული ცოდნა უნდა, თუმცა უფრო, ასე ვთქვათ, მარტივი რო გავხადოთ ეს პროცესი, ჩვენ თავაზობთ რამოდენიმე სახის კონსულტაციას. პირველ რიგში ეს არის ჩვენი front office. Front office არის განთავსებული ორთაჭალაში, ეს არის ტექნოპარკის ეს არის საოცარი ტერიტორია. ოქროყანაში, ხო, ტექნოპარკის ტერიტორიაზე, პირველ სართულზე. იქ ჩვენ სპეციალურად დატრენინგებული ადამიანები დაეხმარებიან თუ სურვილი აქვთ იქვე შეავსებინონ. არის ასევე ცხელი ხაზი, ცხელი ხაზის მეშვეობით ალბათ არადეტალური, არამედ ზოგადი ხო კონსულტაცია. პრინციპში საპარტნიორო ფონდშიც ჩვენ მზად ვართ, რომ თუ რაღაცა ესეთი განსაკუთრებული შემთხვევა არის, ჩვენც მივიღებთ და ჩვენც გავესაუბრებით და მაშინ აქვე მაყურებელს ვეტყვი, რომ 30 ივნის, 14 და 28 ივლის გაიმართება ტექნოპარკში ღია კარის დღე, სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და დეტალურ ინფორმაციას კოორდინატორები მოგაწვდიან, ასე რომ არ გამოტოვოთ ეგ შანსი. გარდა ამისა კიდე დავამატებ, რომ გარდა ამ 3 ღია კარის დღის, რომელიც ყოველი 2 კვირის თავზე გვაქვს ჩვენ დანიშნული და სადაც ყველა შეკითხვებს უპასუხებთ, გვაქვს ასევე დაგეგმილი გასვლა რეგიონებში, 20-მდე გასვლა არის ჯამში თუ არ ვწდები დაგეგმილი აი ამ თვენახევრის განმავლობაში, სადაც ჩვენ გავალთ და რეგიონებში ვეცდებით, რომ გავიტანოთ ეს იდეა და აუცილებლად რა არის საჭირო. სოჭერს მინდა გითხრათ, რომ ძალიან გვიხარია, რომ აი 33 განაცხადიდან, რომელიც აი სულ 10 დღეა ხო, რაც დაიწყო პროგრამა და შემოვიდა, მეტი წილი არის რეგიონებიდან. ან ყოველ შემთხვევაში ეძღვნება რეგიონში გაკეთებას მისი პროექტის, რაც ასევე გვიხარია. ინოვაციური რამდენად არის ეგ პროექტები და შემოვიდა. რთული კითხვაა, იმიტომ რომ ჩვენ ჯერჯერობით შეფასება დეტალური არ დაგვიწყია, იმიტომ რომ ეს არის კონკურსის წესი და 31-მდე შევაგროვებთ. სანამ ყველა შემოვა და დავიწყებთ მე უკვე დეტალურ განხილვას, არა მარტო ჩვენ, არამედ მოწვეული სპეციალისტები, მათ შორის უცხოეთიდან, ვისაც ეს ესმის, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ უკვე კლასიფიკაციას ვაკეთებთ. ამ თავითვე ჩანს, რომ როგორც მინიმუმ 1/13 არის ჩვენთვის განხილვადი და ჯდება ჩვენს კრიტერიუმებში, რომელიც ასევე აღწერილი არის ჩვენს ვებგვერდზე. მარტივი კრიტერიუმებია. უნდა იყოს ისევ და ისევ რაღაცა სიახლის შემცველი და ამას უნდა ასაბუთებდეს და უნდა ჩანდეს ვისთვის არის ეს პროდუქტი, ვინ არის მყიდველი, რატო უნდა იყოს საინტერესო ინვესტორისთვის და ერთად დაშვებები და ფასი და ასე შემდეგ. ამ 33-დან 2 იდეის ავტორები ჩვენთან ერთად არიან და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ იდეის ავტორებიც და თვითონ ეს იდეებიც ჩვენ მაყურებელს. ვთხოვოთ, რომ შემოგვიერთდნენ ნინო ბურტულია ჩვენთან ერთად, ოპერაციების მენეჯერი და ასევე სტარტაპ იდეის ავტორები ზურაბ ვაშაძე და ელენე ციკლაური. მოგესალმებით, დღეს გვიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და სურპრიზია. ხო, ჩვენ გავეცანით თქვენ იდეებს და ძალიან მოგვეწონა, მაყურებელსაც უნდა ალბათ რომ გაიგონ, იმიტომ რომ სულ მაინტერესებს, რატო ვერ ვფიქრობ მე და რატომ სხვები და ყოველდღიური საუბარი სწორედ ამით იწყება, რომ რაღაცა იდეა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით საიდან დავიწყოთ და ალბათ ამ შემთხვევაში თქვენი მშურს ისე უახდილად ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენ შეძელით რომ რაღაცა ბიზნეს პროექტის სახე მიცემოდა ამ ყველაფერს და უკვე მზად ხართ რომ წახვიდეთ წინ ესე მიზნისაკენ და დაიწყოთ თქვენი წარმატებული ბიზნესი. მოდით მოგვიყევით, რაში მდგომარეობს თქვენი სტარტაპის იდეა. ჩვენი იდეა, რომ დავიწყოთ, მდგომარეობს და ეხება ბავშვებს, პროექტი ეხება მთლიანად ბავშვებს. ჩვენ გსურს რომ შევქნათ საქართველოში, კერძოდ თავდაპირველად თბილისში, ისეთი სივრცე, რომელიც იქნება ბავშვებისთვის უნიკალური, გასართობი სივრცე.
პროდუქტი, რომელიც ამ სივრცეში განთავსდება, იქნება ასე ვთქვათ, ფუმფულა სათამაშოები, რომლებიცაც ბავშვები უნდა გაერთონ, მაგრამ რაში მდგომარეობს თავარი იდეა, რა არის ჩვენი სიახლე? ეს არის ის, რომ ჩვენ ბავშვებს არ ვთავაზობთ რაღაც მასობრივ პროდუქტს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას და ვთვლით, რომ ბავშვების იდეები, ბავშვების სურვილები უნდა გამოიხატონ, მათ უნდა ქონდეთ საშუალება, რომ ეს გამოხატონ. ამიტომ ვთვლით, რომ პროდუქტი ბავშვები არ უნდა არგებდეს თავის ინტერპრეტაციას იმ პროდუქტს, რომელიც მას უდევს. ან მასიური წარმოების პროდუქტების არ უნდა ერგებოდნენ ბავშვები, არამედ პროდუქტების უნდა იქნებოდეს იმ პირობებით, რომლებსაც ბავშვები თავაზობენ. აი მაგალითად რო ავიღოთ, ან ბავშვი ან პროცესებს ეხლა გადავალ, ან რო ვთქვათ, რომ ანუ როგორ უნდა დაიწყოს, როგორ უნდა შეიქმნას ეს პროდუქტი, ისეთი როგორიც უნდა ბავშვი და ბავშვი მოდის ჩვენთან, ჩვენ ამ სივრცეში, სადაც აწყვია მრავალი სახეობის ცხოველები, მათი საყვარელი გმირები და ირჩევს მათგან რომელიმე, შემდგომ გადადის, შემდეგი ეტაპია, რომ ამ ნივთს ჯერჯერობით, რომელიც მხოლოდ ნაჭერია და არაფერს არ წარმოადგენს, ავსებს თვითონ ქმნის, თვითონ არის ამ პროცესის მონაწილე, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ბავშვმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, როგორი იყოს, რა თვისებები უნდა ქონდეს, რა ფერი უნდა იყოს, რა უნდა ჩაიცვას და ასე შემდეგ. რამდენად ფუმფულა უნდა იყოს, ესეც, ანუ ამ პროდუქტ თვითონ სათამაშო საბოლოო იერსახეს იღებს თვითონ ამ სივრცეში. ანუ ბავშვი თვითონ აკეთებს ამას, ანუ ის მატერიალი, რაც ამ ნაჭრის შიგნით თვითონ უნდა ჩატუმბოს, შემდგომ თვითონ უნდა ჩაუდოს გული, თვითონ უნდა აირჩიოს სუნი, რომ მომეწონა ყველაზე ძალიან გულსაც კი რომ თვითონ უდებს და ხასიათსაც თვითონ არჩევს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, იმიტომ რომ თვითონ სათამაშოს არჩევის შემდეგ აი ჩატუმბო, რაც თქვათ, ამ სათამაშის გადიდება, თუნდაც აი ეს პროცესიც დახმარებით ხდება, რა თქმა უნდა, ხვის დახმარებით, მაგრამ თვითონ ირჩევს რა მხოლოდ სიფუმფულის უნდა რომ თავის სათამაშო იყოს, რამდენ ყარი უნდა იყოს. და ეს პროცესი იმდენად მხიარულია, ანუ ამ პროცესს მე მოსდევს უბრალოდ გულის ჩადება, რაც უფრო ძალიან სიმბოლურია და თვითონ ის ელემენტებიც, რაც შეიძლება მას უნდადეს, რომ გადასცეს რაღაც მეგობრული უნარი, ან რაღაც მამაცი იყოს, ან შეიძლება კიდე იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ სათამაშოების შეგვიმცნებია ხმის გამოცემის საშუალება რო აქვს. ჩვენ არ მოვუყოთ ამ კუთხითაც მათ ფანტაზიას და რეალურად ჩვენთან შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით რომ ჩაწერონ ის კონკრეტული ტექსტი, მელოდია თუ თავიანთი ხმა, რაც უნდათ რომ ხშირად გაიგონ. მსგავსი ტიპის სივრცე სადმე არსებობს, ანალოგია აქვს ამ იდეას თუ ხო? ეს რეალურად არ შეხვედრილოთ, იმიტომ რომ რეალურად აი როდესაც ბიზნეს იდეას ფიქრი დავიწყეთ, შევისწავლეთ თვითონ ბაზარიც, რა თქმა უნდა, რომ ნახეთ საქართველოში რამდენად მასშტაბური არის სათამაშოების სფერო და დაახლოებით 30-მდე სხვადასხვა ტიპის მაღაზიების ქსელი შეხვდა, თუ არაფერს ვიტყვით, რა თქმა უნდა, ცალო-საცალო გაყიდვებზე ან ამას გასცე, მაგრამ თვითონ საქართველოს მასშტაბით თუნდაც აი ასეთი პროცესი, როდესაც ბავშვს აქვს უფლება და უნარი იმის, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთოს და ზუსტად ისეთი მეგობარი ყავდეს საბოლოო ჭამში, როგორც მას უნდა, ესეც ჯერჯერობით არ შეხვედრილა. და მე კიდე ძალიან მომეწონა, რომ 1 წლის შემდეგ შეუძლია დაბადების დღე გადაუხადოს ამ თავის მეგობარს, რომელიც მისაშექმნილი იქნება. ანუ არც სათამაშოები არ მიყვარდა ბავშვობაში და დაბადების დღე ჩემი დღემდე არ მიყვარს და ორივე მომეწონა, აღმოჩნდა უდა სიცოცხლეს ბადებს თვითონ ბავშვი და მზრუნველობას რაღაცნაირად აი ამ სათამაშოს შენ თვითონ ხრი მე თავარი მიზანი იდეაში ალბათ ეს არის, რომ ბავშვმა შეძლოს აი ეს მზრუნველობა გამოიჩინოს ბავშვს. შემოტანილი თუ გაქვთ უკვე მინდა გითხრათ ჩვენთან თუ ეხლა აპირებთ შემოტანა. რეგისტრირდებით უკვე, დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი თუნდაც ის მზრუნველობის უნარი, რაც თქვენ დააგვისწრეთ აქამდე, ზუსტად ის მომენტი არის, რომ ერთ-ერთი მთავარი უნარჩვევები არის, რაც შეიძლება ამ პროცესში გამოიმუშაოს, იმიტომ რომ თუნდაც აი ეს ერთი ზუსტად ჩვენ ბოლოს გადავცემთ დაბადების მოწმობა, სადაც წერია ამ სათამაშოს. დიახ, თარიღი ზუსტად დაბადების დღე და სახელით და რეალურად აქვს უკვე ეს დამადასტურებელი საბუთი, რომ პასუხისგებლობასაც იღებს თვითონ და ბოლოს ვადებინებთ ფიცს, რომ იგი მოუვლის სიცოცხლის ბოლომდე და ყოველთვის ეყოება და ყოველთვის ერთგული იქნება მის სათამაშოს. თქვენს ბიზნესში, აი იმ სივრცეში მომუშავეთ, დავეხმარებით ბავშვებს, ახალი მეგობრები. თვითონაც იმდენად უხარიათ რეალურად, იმიტომ რომ შეხვედრა როდესაც ბიზნეს გეგმაზე მუშაობდით, რამდენიმე სკოლაში ვიყავით და იმდენად გახარებულები იყვნენ და იმდენად მოეწონთ, მე როდის იხსნება და რომ ანუ ბავშვების აზრი თქვენ იცით და მათ მოისმინეს ამ იდეის შესახებ და მოეწონათ, ხო? დიახ, რამდენიმე ცხოველის იდეა მათგანაც წამოვიდა, რომ აი ეს ხო იქნება უეჭო და დინოზავრების ახალი იდეები. ანუ ბაზრის კვლევა ჩატარებულია. ჩვენი ნაზარო გადავწყვეტილი. კი ბატონო. ყველაზე საინტერესო ნაწილია ალბათ ამ ბიზნესში ბაზრის კვლევა, ანუ
ბევრი კომპანია ძალიან ბევრს მუშაობს, რომ იპოვოს თავის კლიენტი, რა სეგმენტზე მოხდება ამ სფეროში არის უმარტივესი. ბავშვები არიან ყოველთვის მოხარული, რომ თავისი აზრები, თავისი იდეები გაგვიზიარონ და ყველაზე მარტივად გამოხატავენ და არანაირი ბარიერი არ აქვს, რომ თავისი სურვილი გულახდილები არის. ნინომ აირჩია სრულიად განსხვავებული, ნინიმ უბრალოდ აირჩია სრულიად განსხვავებული სფეროც, ხო? მოდი მოგვიყევი ამის შესახებ. მოყვები იმ კომპანიის შესახებ, რომელშიც რეალურად ახლა მუშაობ და სწორედ ამ კომპანიის იდეა არის ახალი, თავიდან სტარტაპი იყო ეს კომპანიაც და ეხლა დაახლოებით 2 წელიწადია რაც ბაზარზეა ჩვენი კომპანია, პირდაპირ საინვესტიციო სისტემები და ეხლა უკვე ვაპირებთ რაღაცა ახალი იდეები გვაქვს და ამის განხორციელება სწორედ ანუ აი ამ ახალი იდეებით მიდიხართ უკვე კი, რა თქმა უნდა, ჯერ პატარა ცოტას მოყვები ჩვენი კომპანიის შესახებ და შემდეგ სამომავლო გეგმებზე. ჩვენი კომპანია არის შუამავალი კომპანია მსესხებლებსა და ინვესტორებს შორის. ეს არის ონლაინ რეჟიმში ხდება, საქართველოში არის პირველი კომპანია ასეთი, ანუ აკავშირებს შესხებლებსა და ინვესტორებს. ახლა ჩვენ სწორედ შევედით აი ამ ვებგვერდზე პირდაპირ კი ხო? და თავარი ჩვენი მისია არის ის, რომ ჩვენი სკორინგი აკეთებს შემოსული განაცხადების განხილვას და ანიჭებს როგორც მსესხებლებს, ასევე განაცხადებს საკუთარ რეიტინგს, ასე ვთქვათ, და შემდეგ უკვე ინვესტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ჩვენს პლატფორმაზე კონკრეტულად ესესხები და თავიანთი სურვილისამებრ მოახდინონ მოკლედ დაფინანსება ამ შესახებით. ეს დაახლოებით 3 ან 4 ინვესტორი აფინანსებს დაახლოებით, მაგრამ ყოფილი შემთხვევები მეტ ინვესტორსაც დაუფინანსებია. აი ცოტა მეტად გასაგები რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. იგივე შეიძლება ვიღაცას აერიოს თქვა ონლაინ შესხების მომსახურებაში. რა სხვაობა არის ეს რო განმარტოთ? რომ თქვა ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული პირობები, გვაქვს თანხა უფრო დიდი 500-დან 5,000 ლარამდე, რაც შეეხება ვადას არის გაზრდილი 3 წლამდე და საპროცენტო განაკვეთი არის ბევრად უფრო დაბალი, დაახლოებით საშუალოდ 28% წლიური და ძალიან ხშირად მოგმართავენ ჩვენ მაგალითად მსესხებლები, რომლებსაც აქვს დატვირთული ეს თავის საკრედიტო ხაზი ამ ონლაინ კომპანიების სესხებით, ასე ვთქვათ, წრუწრული სესხების და ჩვენ ვახდენთ ამის გაერთიანებას, რეალურად გადახდას და ინვესტორი ძალიან ხშირ შემთხვევაში არის გახარებული, რომ ბევრი ადამიანს უმსუბუქებს თავის ესე ასე ვთქვათ, ამ დიდ გადასახადს და ჩვენი კომპანიის საშუალებით და ძალიან ბევრი ესე კმაყოფილი მომხმარებლები ყავს, რაც გვაძლიერებს ჩვენ და გვინდა რომ ახალი იდეები მოკლედ განვახორციელოთ. რაც შეეხება ჩვენ ახალ, ასე ვთქვათ, იდეას არის ის, რომ ვაპირებთ პროგრამული უზრუნველყოფის უფრო განვითარებას და ასე ვთქვათ, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიად ჩამოყალიბებას, რომელიც სამომავლოდ გავა საზღვრებს გარეთ. ზოგადად განვითარებულ ქვეყნებში არსებობს ჩვენაირი პლატფორმის ანალოგი, მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, ალბათ გეცოდნებათ Lending Club-ის ოპა და ასე შემდეგ, რომელიც გიგანტი კომპანიებია, მილიარდობით ფუნტი და დოლარი აქვთ დაინვესტირებული. ასე ვთქვათ, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში ასეთი ანალოგი არ არსებობს და ჩვენ გვინდა რომ გავიტანოთ მაგალითად ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზრები ამ მხრივ არის პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ასევე ვთქვათ აზიის ქვეყნები, სადაც ჯერჯერობით არ არის ეს და ჩვენ გვინდა რომ ეს თვითონ პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით მოხდეს გატანა ჩვენი მოკლედ ამ იდეის მე როგორც ხდება სფეროში კონკურსანტი ხო შეგვიძლია დაგარქვათ პრინციპში ამ შემთხვევაში შეზღუდული არ არის ხო? შეზღუდულები არ ვარ და ძალიან კარგად შეგირჩევიათ თქვენ რესპონდენტები. ეხლა აჩვენებს რამდენად ურთიერთგანსხვავებული სფეროს ადამიანები მოგმართავენ ჩვენ და ეს ძალიან გვიხარია რომ არის ესეთი დივერსიფიცირება დაწყებული ონლაინ პლატფორმით საფინანსო სერვისებისთვის დამთავრებული სათამაშოების ბიზნეს. მე გეტყვით რომ იმ 33 განაცხადში რაც ჩვენ დავაკლასიფიცირეთ არის ესე იგი სოფლის მეურნეობა, იქაც მეფუტკრეობა წარმოება და ასე შემდეგ. არის ძვირფასი ლითონების დამუშავების ახალი ხერხი, არის საშენ-მასალების ენერგოეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებით, არის პლასმასებთან და ქიმიურ მრეწველობასთან, არის ტელეკომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, მაგრამ მე უფრო მეცველოდები აი ამ ორი სექტორისგან, იმიტომ რომ სტატისტიკურად თელსოფლიოში ესაჟო სტარტაპები მეტად არის ორიენტირებული საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. ალბათ ცოტა მეტი დრო სჭირდებათ, რომ ამ ტიპის განცხადებლებმა
გამოგმართონ, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ყველა სფერო არის მოცული და აქაც აი ორი დიამეტრალური სხვადასხვა ჯგუფი წარმოდგენილი და ჩავთვალოთ, რომ პირველი პრეზენტაციები თქვენ უკვე ჩვენთან გააკეთეთ. ჩვენს გადაცემაში პირდაპირ უპირატესობა გარკვეული გეკითხებოდა ეს ხუმრობით რას ამასობაში ჩვენ შევედით სტარტაპ გოვჯიზე გუნდი ვართ ხო გუნდი ავარჩიოთ არჩიო უკვე ისე ახლა გუნდი რამდენ წევრიანი თუ მინიმუმ 2 გუნდი უნდა იყოს იმდენ წევრიანი რომ ზუსტად ერგებოდეს პროექტს რამდენი სჭირდება იმე თუ უფრო მეტი არის ეს ნიშნავს რომ ზედმეტი ხარჯი არის თუ ნაკლები ეს ნიშნავს რომ ვიღაცა მოაკლდებათ და ვერ განახორციელებენ და სხვა ჩვენ გუნდსაც შევაფასებთ რამდენად კარგად აყავთ და სწორად არიან ადამიანები შეხედულებით ну ამ დროს ჩვენ შეზღუდულები ვართ თუ რა უნდა შევაფასოთ ეს არის სტარტაპი წინა გაყიდვებს ვერ ხედავ წინა ისტორია არ არსებობს სიახლეა სამაგიეროდ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე მომავალს ვინ ახორციელებს ვნახავთ ანუ ვინ არის ეს გუნდი რამდენად კვალიფიციური და თუნდაც არ იყოს კვალიფიციური და ახალი კურსდამთავრებულები იყვნენ რამდენად მოტივირებულები არიან და ეხლა თქვენ მაგალითად ესე საქმის ოდნით ისაუბრეთ ამაზე რომ ну რაღაცა ასე ვთქვათ ჩანს თქვენი კვალიფიკაცია აქედან ასევე ვნახავთ ბიზნეს გეგმას და მე მგონი ორივეს აქ ხავ დიდ პრობლემა თქვენთვის არ უნდა იყოს იმ მარტივი ბიზნეს გეგმის შედგენა რა ჩვენთან არის და ამაზე ვიჯელობა მე მგონი კონსულტაცია უნდა გავიაროთ ეს მნიშვნელოვანია ჩვენ გვინდა რომ საერთო საინფორმაციო სივრცე შევქნათ შეიძლება პირველ ჯერზე ვიღაცას არ გაუმართლას მაგრამ ეს პროგრამა იქნება წელიწადში სულ მცირე ორჯერ გამოცხადებული ამიტომ უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს იდეებს თუნდაც აი ღია კარის დღის პრინციპით და მე ალბათ პორტალსაც შევქნით ჩვენ და პრინციპში ვინც პირველ ტურზე გავიდა და უშუალოდ არის გამარჯვებული და უკვე მიიღო დაფინანსება შეიძლება ეს გამოცდილება გამოადგეს მერე სხვებსაც და იქნება ძალიან ღირებული სამწუხაროდ ჩვენ დროში ვართ შეზღუდულები და ამ ძალიან საინტერესო თემაზე უნდა შევწყვიტოთ საუბარი ამ ჯერზე მაგრამ მაყურებელმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია რაც თავარია ეს უნდა ჩვენი ღია კარის დღე აუცილებლად იუნის არის პირველი და შემდეგ კი ნამდვილად დიდი მადლობა წარმატებებს და ველოდებით თქვენი პროექტების განხორციელებას და ჩვენ შემოგიერთდებით ამ პასუხს დრო ჯერ არის 31 ივლისის ჩათვლით მოხდება განაცხადების მიღება და აუცილებლად ესტუმრეთ ვებგვერდ startup gov.gi ყველაფერი ყველანაირი ინფორმაცია ამომწყურავეთ რეკლამის დროს იდეებზე იფიქრეთ და დავბრუნდებით 5 წუთში დროებით